Our cooperation with United States is continuing. შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი ყველა დეტალი თავდაცვის მდივნის რამშტაინის ჯგუფის შეხვედრაზე არ ყოფნის შესახებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, როგორც თქვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები და სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. We need more air defense. გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს ჩვენთვის კვლავ დიდი პრობლემაა, რადგან არ შეგვიძლია საკუთარი ქალაქების დაცვა და როგორც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რუსებისგან განსხვავებით, მუშაობთ რუსეთის სამხედრო ობიექტების განადგურებაზე. სამწუხაროდ მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებს. We are very much looking for the new sanctions. ველოდებით ახალ სანქციებს. აუცილებელია შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა, რის შემდეგაც რუსეთი მოლაპარაკებებზე წამოვა, მაგრამ არა შოუსთვის, არამედ რეალურ მოლაპარაკებებზე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გავაგრძელებთ იმის დაჟინებით მოთხოვნას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს შეერთებული შტატები, ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, რადგან უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომის დასრულებას განვიხილავთ და ვსაუბრობთ უსაფრთხოების მომავლის მექანიზმებზე, მაგიდასთან ევროპული ქვეყნების ყოფნა მნიშვნელოვანია.